25 ივნისს მსოფლიოში მეზღვაური საერთაშორისო დღე აღინიშნება. თარიღი საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ინიციატივით დაწესდა და მიზნად ისახავს იმ ადამიანების წარმოჩენას, რომელთა შრომაზეც არის დამოკიდებული მსოფლიო ვაჭრობის და საზღვაო გადაზიდვების უწყვეტი ფუნქციონირება. მეზღვაურთა დღე აღინიშნება ბათუმშიც, დაგეგმილია არაერთი ღონისძიება და საინტერესოა, რა არის ეს ღონისძიებები, როგორ აპირებს საქართველოს შეხვდეს ამ დღეს. ამ თემებზე და არა მხოლოდ ვისაუბრებ ჩვენ სტუმართან ერთად საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის აგენტოს დირექტორი ივანე აბაშიძე გვიერთდება პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით ბატონო ივანე, სასიამოვნოა რომ ჩვენს ეთერში იღებთ მონაწილეობას და მადლობა ამისთვის. მოგესალმებით, დიდი მადლობა ინტერესისთვის. დავიწყოთ მაინც იმ დღით, რომელიც სულ რამდენიმე დღეში არის 25 ივნისი და რამდენიმე დღეში უნდა აღინიშნოს მეზღვაურთა საერთაშორისო დღე. რა დატვირთვა აქვს ამ დღეს და ჩვენ როგორ ვემზადებით მის დასახვედრად? მე მხოლოდ ის აღვნიშნე, რომ 25 ივნისს აღინიშნება მსოფლიოში საერთაშორისო დღე, მაგრამ რას გულისხმობს, როგორ მიმდინარეობს მზადება, ამას მოვისმენდით თქვენგან. უღმეს მადლობა სოფო, ინტერესისთვის მართლაც 2011 წლიდან მსოფლიოს საზღვაო საზოგადოება აღნიშნავს მეზღვაურის საერთაშორისო დღეს. საქართველოს დღეს 2012 წელთან შედარებით 8600 მეზღვაურიდან 21000 მეზღვაურამდე ვართ გაზრდილები რაოდენობით. შესაბამისად, ჩვენი წვლილი მსოფლიო საზღვაო ინდუსტრიაში იზრდება და გაიზარდა 100%-ით და მეტად ბოლო 10 წელიწადში. რაც მთავარია, მეზღვაურების წვლილი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში თითქმის მილიარდ ლარამდეა, რაც ძალზე მნიშვნელოვანი არის ეკონომიკური თვალსაზრისით, არა მხოლოდ დაჭარის რეგიონისთვის, არამედ ზოგადად მთელი საქართველოსთვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისიც, რომ წლევანდელი თემა მეზღვაურის დღის ეხება მსოფლიო ვაჭრობას, რომლის 90%-ით, დაახლოებით 90%-ით სხვით გადაიზიდება და იმ როლს, რომელიც ამ საერთაშორისო ვაჭრობაში მეზღვაურებს, მათ შორის ქართულ მეზღვაურებს გააჩნიათ. ასევე წლევანდელი თემა ფარავს იმ რისკებს, რომლებიც საზღვაო ნაოსნობასთან არის დაკავშირებული, იქნება ეს ზღვიდან გამომდინარე საფრთხეები თუ სხვადასხვა გეოპოლიტიკური დაძაბულობა. ამიტომაც 25 ივნისს ჩვენ განსაკუთრებული სიხარულით ველოდებით, რადგანაც ბათუმში საკმაოდ მასშტაბურად აღინიშნება, იქნება ღონისძიებები დღის განმავლობაში, რომელიც ქალაქის სტუმრებს, მათ შორის კადეტების მარშითაც დაამახსოვრდებათ. ასევე საღამოს საათებში გაიმართება ღონისძიების ოფიციალური ნაწილი, რომელზეც ჩვენ განსაკუთრებულ პატივს მივაგებთ მეზღვაურებს და ზოგადად მათ როლს მსოფლიო საზღვაო ინდუსტრიაში. ეს არის ის ძირითადი, ასე ვთქვათ, მონახაზი, რომელიც 25 ივნისს იგეგმება. მე უკვე აღვნიშნე, რომ ჩვენ დაახლოებით 21000 მეზღვაური ყავს და ჩვენი გეგმებით ეს ციფრი უნდა გაიზარდოს 2030 წლისთვის 30000 მეზღვაურამდე, რაც უფრო მეტად, ასე ვთქვათ, წარმოაჩენს და მეტად უფრო დიდ დატვირთვას მისცემს მეზღვაურის პროფესიას საქართველოსთვის და მსოფლიო ინდუსტრიაში საქართველოს როლს გაზრდის. ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში წელს გამოვაცხადეთ უპრეცედენტოდ მაღალი რაოდენობის მიღება, რამდენადაც მოგეხსენებათ, უმაღლესი განათლება სრულად უფასო ხდება, შესაბამისად 900 ახალი კურსანტი იქნება. ასევე გამოვაცხადეთ ძალზე მნიშვნელოვანია წელს მიღება პირველად ისტორიაში ფოთის ფილიალში, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფოთის ფილიალში, ასევე ბაკალავრიატის საფეხურზე, რაც კიდევ უფრო ხაზს უსვამს, რომ საქართველოში მეზღვაურთა, განსაკუთრებით ოფიცერთა მომზადების ბაზა ფართოვდება. ჩვენ არა მარტო საჯარო სასწავლებლებით ვართ წარმოდგენილი, არამედ კერძო სექტორის ყავს, რომელიც საკმაოდ აქტიურად ვითარდება და ამ თვალსაზრისით ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საჯარო და კერძო სექტორების ძალიან აქტიური თანამშრომლობით დასახულ მიზნებს აუცილებლად მივაღწევთ. ძალიან შთამბეჭდავი გეგმები გაქვთ და ასევე ვიცით, რომ 25 ივნისს კურსანტების ფიცის დადებაც ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილია ხოლმე ამ დღის. აი ამ კონტექსტში მინდა გკითხოთ, თქვენი გეგმები ერთი მიმართულება, ასევე ეს ფიცის დადებაც შემოდის 25-ში, ინტერესი თუ არის მაღალი ამ პროფესიის მიმართ. თუ ვიცით, რომ არის პროფესიები, რომლებიც მეტნაკლებად ინარჩუნებს ბაზარზე აქტუალობას, თუმცა ასევე რო ვაკვირდებით ხოლმე, შრომის ბაზარს არის პროფესიები, რომელთა მიმართ ინტერესი იკლებს ხოლმე. შემთხვევით მეზღვაურობაც ხომ არ არის ამ მიმართულებით თუ ისევ ძალიან დიდი აქტუალურობით სარგებლობს.
აი, უღრმესი მადლობა ამ შეკითხვისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია. მე აღვნიშნე, რომ ჩვენ 2012 წელს 8600 მეზღვაური ყავდა დაახლოებით და წელს ვართ უკვე 21000 უახლოვდებით. ანუ ზრდა არის ძალზე შთამბეჭდავი და ძალზე დიდი ეს იმ ფონზე, როდესაც სოფლიოში მეზღვაურების რაოდენობა ფაქტიურად მცირდება და კომპეტენტური მეზღვაურების დეფიციტი სოფლიო ბაზარზე განსაკუთრებით ოფიცერთა დონის შემადგენლობის დაახლოებით 150000-დან 200000 ოფიცრამდეა. ეს არის ის, ასე ვთქვათ, მომავალი, რომელიც შეგვიძლია ჩვენ ქართულ მეზღვაურებს მივცეთ, რამდენადაც ეს არის საკმაოდ მაღალანაზღაურებადი პროფესია, საკმაოდ მოკლე ვადაში არის შესაძლებელი მივახციოთ უმაღლეს საფეხურებს, მათ შორის კაპიტნის უფროს მექანიკოსის წოდებას, კარიერული ზრდა არის წინასწარ და რაც თავარია, საპენსიო ასაკი დაახლოებით იგივე ასაკს ემთხვევა, რაც ჩვეულებრივ ხმელეთზე მუშაობის დროს. შესაბამისად, ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანი არის, რომ აი ის ეკონომიკური სარგებელი, რომელსაც ეს პროფესია, რომელიც ამ პროფესიას მოაქვს მეზღვაურებისთვის, ზოგადად ეკონომიკისთვის, ხო, ეს იყოს განსაკუთრებით დაცული და ჩვენ წელს განსაკუთრებული სიახლეებით ხვდებით, რამდენადაც სრულად ამოქმედდა მეზღვაურთა შრომის შესახებ საქართველოს კანონი, ჩვენ განსაკუთრებულად გადავედით მეზღვაურთა უფლებების, აქამდე ვიცავდით, რა თქმა უნდა, თუმცა ეხლა უკვე საქართველოს კანონი მეზღვაურთა შრომის შესახებ გვაძლევს დამატებით ბერკეტებს მეზღვაურთა დასაქმების ბაზრის დასაცავად და გასაკონტროლებლად მათი უფლებების დასაცავად სოფლიოს გარშემო და რაც თავარია, დღეს ქართული მეზღვაური ასოცირდება შრომასთან, კომპეტენტურობასთან, რაც თავარია და ჩვენი მთავარი ნიშა, რომელიც სოფლიოში გვიჭირავს, ეს არის კომპეტენტური ოფიცრების, ანუ ყველაზე მაღალი, ასე ვთქვათ, კატეგორიის მეზღვაურების მიწოდება სოფლიო ინდუსტრიისთვის და რაც თავარია, ჩვენი მეზღვაურები არ არიან შრომითი მიგრანტები. ჩვენი მეზღვაურები ახორციელებენ ეგრეთ წოდებული სერვისის ექსპორტს მსოფლიო ბაზრებზე, რაც არის უმნიშვნელოვანესი, რამდენადაც ეს ჩვენი საზღვაო სექტორი მაღალტექნოლოგიური სექტორია და ამ მაღალტექნოლოგიურ სექტორში ჩვენ არათუ ზრდა გვაქვს პროფესიული რაოდენობის მეზღვაურების, არამედ უკვე დონეც, სათანადო დონეც, რამდენადაც ტექნოლოგიები ხშირად იცვლება, ძალზე დიდი ტრანსფორმაცია მიმდინარეობს, ეხლა იგივე წვანი ტრანსფორმაცია იქნება თუ ახალი ტექნოლოგიები, ალტერნატიული საწვავები საზღვაო სექტორში და ამ თვალსაზრისით ჩვენი სექტორი ამ ყველაფერს ფეხს უბამს და ჩვენი ინვესტიციები 2012 წლიდან დღემდე, რომელიც დაახლოებით 30 მილიონ ლარზე მეტია, მხოლოდ საზღვაო განათლებაში, ეს იგულისხმება ინფრასტრუქტურის განახლება, მოწესრიგება და ასე შემდეგ, სიმულატორების წვრთნა, ლაბორატორიების მოწყობა, ეს ყველაფერი გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ საქართველოში ქართული მეზღვაურები სწორედ ევროპული დონის განათლებას იღებენ. და ამას ადასტურებს კიდეც მსოფლიოს 75 სახელმწიფო, რომლებიც ქართულ მეზღვაურებს სრულიად შეუფერხებლად ასაქმებენ საკუთარი დროშის პროგრამებზე, ამაში რა თქმა უნდა შედის ევროპული სახელმწიფოების აბსოლუტური უმრავლესობა და ძირითადი დროშები, როგორც არის მარშალი, ლიბერია, პანამა, მალტა, კვიპროსი და ასე შემდეგ. მათ შორის დიდი ბრიტანეთი და ავსტრალია, კანადა და ასე შემდეგ. თითქმის ყველა ძირითადი საზღვაო დროშა ქართულ მეზღვაურებს აღიარებს. ეს არის მსოფლიო მცურავი ტონაჟის, მსოფლიო გემების რაოდენობის დაახლოებით 80%, რაც არის ძალზედ მაღალი მაჩვენებელი. ბატონო ივანი, ასევე მინდა კითხოთ, სანამ დაგემშვიდობებით, 1 ივლისიდან რა რეგულაცია შევა ძალაში მაგ ცვლილებაზე? ყველა ძრავიან წყლის მცურავ საშუალებას შეეხება ეს ცვლილება. მიზანი, როგორც განმარტებით ბარაჩიც ეწერა და როგორც ინიციატორებმაც თქვეს, არის ერთის მხრივ პრევენცია, მეორეს მხრივ უსაფრთხოება და ასე შემდეგ, იმიტომ რომ იყო მოცემული სტატისტიკა ბოლო პერიოდში რა რაოდენობის შემთხვევები დაფიქსირდა. აი კონკრეტულად თქვენი შეფასებით რა შედეგებზეა ეს გათვლილი და რა შედეგს მოგცემს? იქნება მართლაც ეს პრევენციული დატვირთვის და შეამცირებს თუ არა, ვთქვათ, ესეთ ინციდენტებს? მადლობა ამ თემის ასევე ამ თემაზე რომ შევეხეთ. პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენ დავთვალეთ 2021 წლიდან 2026 წლამდე რა, ასე ვთქვათ, ინციდენტების რაოდენობა დაფიქსირდა ამ მიმართულებით და ჩვენ დაახლოებით 80 საკმაოდ ისეთი საშუალო და მძიმე ინციდენტები გვქონდა მცურავი საშუალებების ჩართულობით და ზოგადად სახელმწიფოს, რომელსაც გააჩნია შიდა სახმელეთო წყლები, იქნება ეს მდინარე, წყალსაცავი, ტბა თუ ასე შემდეგ, აუცილებელია, რომ რაღაცა ელემენტარული უსაფრთხოების სტანდარტები დაცული იყოს. ეს არა მარტო პირად უსაფრთხოებას ეხება, არამედ ეხება ტურისტების მომსახურებას, ეხება ჩვენი ქვეყნის სტუმრების, ჩვენი თანამოქალაქეების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. შესაბამისად, ჩვენ შემოვიტანეთ რეგულაციები, რომლებიც ეხება ყველა შიდა სახმელეთო წყლებზე მცურავ საშუალებებს, თუმცა თავიდან ვინაიდან საქართველოში მოგეხსენებათ 29000-მდე დიდ და მცირე მდინარეა, თავიდან ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სექტორულად მივუდგეთ საკითხს და დავარეგულიროთ მაღალი კონცენტრაციის ადგილები,
სადაც არის ასე ვთქვათ კონცენტრირებული მცურავი საშუალებები, მათ შორის ეს იქნება მაგალითად აჭარის, გურიის, იმერეთის, სამეგრელოს ზემოსვანეთის, ცხეთამთიანეთის, თბილისის მიმართულეები, სადაც ძირითადად მტკვარზე მაგალითად თბილისის ზღვაზე, ლისის ზღვაზე და ასე შემდეგ კონცენტრირებულია მცურავი საშუალებები და რაც თავარია გამოიყენება მგზავრთა მომსახურების მიზნისთვის. ის მცურავი საშუალებები, რომლებიც 3 მეტრზე ნაკლებია ძრავიანიც რომ იყოს, თუმცა გამოიყენება პირადი დანიშნულებით, მათ ეს რეგულაცია არ ეხება გამდენდაც, არ წარმოადგენს და 1 ივლისიდან აუცილებელია ამ კანონმდებლობაზე შესაბამისობა და ჩვენი ოფისები, როგორც თბილისში, ასევე ბათუმში, მზად არის ნებისმიერ დროს, რომ აღმოსავლეთ და დასავლეთ სამმართველოები მომსახუროს საქართველოს მოქალაქეებს. ამაზე დამატებით ინფორმაციაც გავავრცელებთ მომდევნო დღეებში, უკვე გავავრცელებთ და კიდევ გავავრცელებთ. ძალიან დიდი მადლობა ივანე, საინტერესო მიმოხილვისთვის, საინტერესო საუბრისთვის. წარმატებებს გისურვებთ 25 ივნის, მნიშვნელოვანი დღის აღნიშვნა გელოდება წინ და რეგულაციას რაც შეეხება ამ თემას კიდევ უფრო მეტად ჩავუღრმავდებით, იმიტომ რომ რაღაც საკითხები არის მაინც ისეთი, რომელიც ალბათ ჩვენი მაყურებლის ნაწილს აინტერესებს. კიდევ ერთხელ ვეთქვი ჩვენს მაყურებელს, რომ ჩვენი სტუმარი იყო საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ივანე აბაშიძე.